მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხს, ეს კი გადაცემაა მედიცინა შენსენაზე. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი იქნება ამ ორგანიზაციის დამაარსებელი ციცი პაპუნაშვილი. მოგესალმებით ციცი. მოგესალმებით. ნიკა, მადლობა მინდა გადაგიხადო შენ მოწვევისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ შევძელით ამ პროექტის დაწყება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენ ძალიან დიდ შედეგებს დავდებთ. მოდი მაყურებლებს აუხსნათ თუ რატომ შექმნილი ეს ორგანიზაცია და რა არის მისი მიზნები. ორგანიზაციის შექმნის იდეა განაპირობა უშუალოდ სტუდენტების საჭიროებამ. ქვეყანაში არსებობს უამრავი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც შესაძლებელია, რომ სტუდენტმა მიიღოს სამედიცინო განათლება, თუმცა არ არსებობს პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს თითოეულ მათგანს, მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ გაიცნონ ერთმანეთი, გაცვალონ იდეები, გაცვალონ ცოდნა და ასევე დაამყარონ პროფესიული კავშირები, არა მარტო უშუალოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ მსოფლიო ასპარეზზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვსწავლობთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ეს იდეაც სწორედ აქ დამებადა, გავაჟღერეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და მივიღეთ სრული მხარდაჭერა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უნივერსიტეტი საკუთარი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა მსგავსი წამოწყებების სათავე, გადავწყვიტეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ძვრებით სწორედ დაწყებულიყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კედლებში. გონი საინტერესო იქნება ციცი თუ ვილაპარაკებთ დღემდე რა აქტუალობა ჰპოვა ჩვენმა ორგანიზაციამ და რა შედეგებამდე ვართ გასულები. დიდი ხანი არ არის, რაც ორგანიზაცია დაარსდა, თუმცა როდესაც გამოვაცხადეთ პირველად სტუდენტების მიღება, განაცხადი გააკეთა დაახლოებით 200-მდე სტუდენტმა, საიდანაც მათ გაიარეს გასაუბრებები და შევარჩიეთ, რა თქმა უნდა, მათი უმრავლესი ნაწილი. დღეს ჩვენი ორგანიზაცია არსებობს, ასე ვთქვათ, 10 სხვადასხვა უნივერსიტეტში და მალე თითოეულ უნივერსიტეტში დაარსდება ჩვენი ორგანიზაციის პატარ-პატარა კლუბები, რომლებიც როგორც დამოუკიდებლად დაიწყებენ ფუნქციონირებას, ასევე მუდმივად ჩართული იქნებიან ძირითადი ორგანიზაციის პროექტებში. რადგან სტუდენტების ჩართულობა ვახსენეთ და მათ მიერ გამოხატული ეს ინიციატივა, რომ იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები. საინტერესო არის მაყურებლებს უთხრა თუ ვის შეუძლია ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და რომელ სეგმენტზე არის ეს ორგანიზაცია მორგებული. კი ბატონო, რა თქმა უნდა, არ გვაქვს გათვლილი კონკრეტულ რაიმე სეგმენტზე, რადგან ჩვენი ამბიცია თავიდანვე იყო, რომ გაგვაერთიანებინა მედიცინის სფეროს ყველა მიმართულება. დღეისათვის ჩვენს ორგანიზაციაში არიან როგორც ფარმაციის, სტომატოლოგიის, ჯანდაცვის, რეაბილიტაციის, ასევე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ყველა სფეროს განვითარებას თანაბრად. შესაბამისად ნამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სფეროს სტუდენტს შეუძლია თავისი თავი განავითაროს და საკუთარი კარიერა შეიქმნას ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, რა თქმა უნდა და უნივერსიტეტის დახმარებით. მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. თუ გვაქვს რაიმე სახის კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რაში გამოიხატება ეს? საკმაოდ დიდი ინტერესი წამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როდესაც უკვე დავიწყეთ იმ ეტაპზე გადასვლა, რომ გაგვიგზავნა სხვადასხვა საინფორმაციო სახის იმეილები მათთან. ამ მომენტისათვის ჩვენ ვართ წევრი ორი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც არის ასევე სტუდენტური და ახორციელებს ახალგაზრდული ჩართულობის გაზრდისათვის პროექტებს. მათ შორის არის Youth Health Organization, ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა. ისინი ოპერირებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყავთ დაახლოებით 160 წევრი ორგანიზაცია და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ მათ წარმოვადგენთ საქართველოში. ჩვენ ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ ჩავერთოთ სხვადასხვა კონგრესებზე, გენერალურ ასამბლეებზე, სხვადასხვა ვორქშოპებზე, ასევე დავწეროთ პროექტები, გავგზავნოთ და მოვიპოვოთ დაფინანსება, რაც რა თქმა უნდა დიდ მნიშვნელობას ატარებს ჩვენი პროექტებისათვის, რადგან ყველა პროექტს სჭირდება თავისი როგორც ადამიანური რესურსი, ასევე ფინანსური მხარდაჭერა. კიდევ ერთი შეკითხვა, რაც ახლა დამებადა არის ის, რომ ეს ორგანიზაციები თუ თავაზობენ სტუდენტებს რაიმე გაცვლით პროგრამებს, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, დარგობრივი და კარიერული განვითარებისთვის აუცილებელია ეს გაცვლითი პროგრამები, რადგან უფრო მეტი გამოცდილება დავაგროვოთ, უფრო მეტ ადამიანს
მეტ ადამიანთან გქონდა ეს კომუნიკაცია და მათთან დავაყაროთ ეს ბმები, რადგან სამოვალოდ განვითარდით. არის თუ არა ეს შესაძლებელი სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში? რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, როდესაც ჩვენ ვარჩევდით ორგანიზაციებს. ალბათ მედიცინის სფეროში დამეთანხმები, რომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის სტუდენტისათვის, როდესაც ტოვებს ის საკუთარი ქვეყნის საზღვრებს, გადის საერთაშორისო დონეზე და იქ უკვე ამყარებს კომუნიკაციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს, ან რაიმე კონკრეტულ სფეროს და მოაქვს მაგალითები საკუთარ ქვეყანაში და შემდგომში უკვე იწყებს თან ერგვას და მუშაობას, რომ განავითაროს მის მიერ შერჩეული სფერო. კი ბატონო, ჩვენ ვახსენებთ Earth Health Organization-ი, რაც არის WHO-ს ახალგაზრდულებთან, მაგრამ სხვა ორგანიზაციებთან თუ გვაქვს კავშირი საზღვარგარეთ. არა მარტო ევროპაში, ვთქვათ, შეიძლება სხვა კონტინენტებზეც. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ასევე იყო, რომ აგვეთვისებინა ისეთი დიდი მასშტაბების მქონე კონტინენტი, როგორც არის ამერიკა. კომუნიკაცია გვაქვს ამერიკის მედიკოსტუდენტთა ასოციაციასთან, რომელიც არის ამერიკის მასშტაბით ყველაზე ძველი სტუდენტური სამედიცინო ორგანიზაცია. მათთან კომუნიკაცია ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სტუდენტები გავუშვათ ამერიკაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ სპეციალურ ვორქშოპებში, სპეციალურ გადამზადებებში, კონგრესებზე ასევე და ერთ-ერთი პლუსი არის ასევე ის, რომ ისინი გვეხმარებიან ვიზის მოპოვების კუთხითაც, გამოხატეს სრული მზადყოფნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნებიან ჩვენს გვერდით და ახლაც ჩვენი რამდენიმე წევრი აქტიურად ცდილობს, რომ აპრილში გასამართ კონფერენციას დაესწროს, ასე რომ ნახოთ რა იქნება მომავალში. მადლობა ციცი, დავამატებ იმას, რომ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში მრავალ პროექტს გვპირდებით, რომელიც იქნება ძირითადად ინგლისურენოვანი, მაგრამ მონაწილეობას მიღება შეიძლება როგორც ქართულ სტუდენტებს, ასევე საერთაშორისო სტუდენტებს. ეს იქნება ძალიან კარგი გამოცდილება თქვენთვის, რადგან ჩვენ მაქსიმალურად მოვიტანთ თქვენამდე იმ ბენეფიტებს, რომელსაც ეს ორგანიზაცია გვთავაზობს. ძალიან ბევრი ორგანიზაცია ჩამოვთვალეთ და მაინტერესებს მართლაც ურთიერთთანამშრომლობის განმავლობაში. რაიმე ისეთ ღონისძიებას ხوار გამოყოფთით, სადაც ჩვენი ორგანიზაცია და პირადად შენ წარმოჩინდი. გამოყოფდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2024 წლის სამით, სადაც პირადად მე ვიმყოფებოდი მიწვეული როგორც დელეგატი საქართველოსდან. გავიცანი უამრავი სპეციალისტი ჯანდაცვის სფეროდან, განვიხილე მათთან ორგანიზაციის განვითარების გეგმები, მივიღე რჩევები, რომელსაც რა თქმა უნდა გავითვალისწინებ და დავნერგავ. თვითონ უშუალოდ სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ტელემედიცინა და ციფრული ჯანდაცვა, რის გააზრების შემდეგაც გადავწყვეტეთ, რომ სწორედ დაგვეწყო მსგავსი პროექტი, რასაც ქვია მედიცინა შენს ენაზე YouTube არხზე, სადაც მოყურებლებს საშუალება ექნებათ, რომ ექიმებთან უშუალო კონტაქტისა და კონსულტაციის გარეშე მიიღონ საჭირო ინფორმაცია კონკრეტულ დაავადებებზე და გაითვალისწინონ მათი რჩევები. კი ბატონო, ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით და ეს იქნება ჩვენი ძირითადი თემა, მაგრამ ვახსენეთ საერთაშორისო ურთიერთობები, მრავალი ორგანიზაცია, მაგრამ არ უნდა გამოგრჩეს საქართველოში რას საქმიანობთ. თუ შეგიძლია მიმოიხილო ეს თემა. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ოპერირებთ, ეს არის ჩვენი მოქმედების მთავარი არეალი. არ ვართ შეზღუდულები კომუნიკაციაში და არც თანამშრომლობაში, რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე კონფერენცია ტარდება და არის საჭირო ახალგაზრდულ ნაწილში ჩართვა, ჩვენ რა თქმა უნდა სტარტზე ვართ და გამოხატავთ მზაობას, რომ მონაწილეობა მივიღოთ როგორც საორგანიზაციო ნაწილში, ასევე დავესწროთ და მივიღოთ მათ მიერ მოწოდებული ბენეფიტები, ასე ვთქვათ. ახლა კი გადავიდეთ დღის მთავარ თემაზე, რაც შეეხება ამ წამოწყებას, გადაცემას სახელად მედიცინა შენს ენაზე. კი, მოკლედ მიმოვიხილეთ თუ რა შეეხებოდა, მაგრამ მე მგონი მაყურებლებს აინტერესებს თუ რას უნდა ელოდნენ ამ გადაცემისგან. თვითონ გადაცემის სახელიდან გამომდინარე, რაც არის მედიცინა შენს ენაზე, გექნება წინასწარ განწყობა, რომ ამ გადაცემიდან მიიღებ ინფორმაციას, რომელიც შეეხება შენს ჯანმრთელობას, უფრო მარტივ ენაზე, ვიდრე ამას იღებ ექიმებისაგან. რა თქმა უნდა, ექიმები მიჩვეული არიან, რომ გამოიყენონ აკრონიმები, გამოიყენონ რთული ტერმინოლოგია, რომელიც ჩვეულებრივი პაციენტისათვის ხანდახან რიგ შემთხვევაში არის ხოლმე გაუგებარი, თუმცა მათ აქვთ შინაგანი კომპლექსი, რომ დასვან შეკითხვები, გააკეთებინონ უფრო მეტი აქცენტები მსგავს სიტყვებზე. შესაბამისად, დავეხმარებით ჩვენს მაყურებლებს, რომ ჩაატარონ სხვადასხვა პრევენციის ღონისძიებები, მიიღონ რჩევები იმ
ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც არ უნდა განახორციელონ თუ სურთ რომ აიცილონ გარკვეული დაავადებები თავიდან, შესაბამისად ეს იქნება მათთვისაც სასარგებლო და ჩართულობის მომდანი. დავამატებ, რომ ეს გადაცემა საშუალებას მიცემს ყველა დაინტერესებულ ადამიანს აქტუალური თემების შესახებ მიიღოს დეტალური და გამარტივებული ინფორმაცია, რა უნდა გავაკეთოთ, ან თუნდაც რა არ უნდა გავაკეთოთ და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ჩვენი მაყურებლისთვის ეს გადაცემა იქნება სასარგებლო, რასაც მათ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენებენ. მაგრამ თავარი კითხვა არის აქ, ეს მხოლოდ YouTube-ზე დარჩება და YouTube გადაცემა იქნება, თუ ჩვენ სხვა პლატფორმებსაც ავითვისებთ და მეტად მივაწვდენთ ადამიანებს და პაციენტებს ხმას. რა თქმა უნდა, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ YouTube-ის პლატფორმით. ჩვენ გვაქვს გაკეთებული Facebook-ზე ჯგუფი უკვე, მედიცინა შენს ენაზე შეგიძლიათ მოძებნოთ საძიებო ველში და აუცილებლად მოძებნეთ და დაემატეთ, რადგანაც ყველა იმ მნიშვნელოვან თემას და ყველა იმ ექიმის სახელს და გვარს სწორედ ამ ჯგუფში გავასაჯაროებთ. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ დასვათ ის კითხვები, რისი დასმაც მოგინდებოდათ უშუალოდ ამ ექიმთან კონსულტაციისას და მიიღოთ ამომწურავი პასუხები ექიმის ნახვის გარეშე. მადლობა ციცი მომზადებისათვის და ასეთი ამომწურავი პასუხებისათვის. მე მგონი ჩვენმა მაყურებლებმაც დეტალურად გაიგეს თუ რას ემსახურება ეს ორგანიზაცია და თავად ეს პროექტი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაწევრიანდეთ ჩვენს ჯგუფში მედიცინა შენს ენაზე, სადაც დაიდება წინასწარ თუ რომელი ექიმი იქნება სტუმრად და შესაძლებლობა გექნებათ წინასწარ დაგვისვათ კითხვები, რისი მოსმენაც გაინტერესებთ და რაც არის თქვენთვის აქტუალური. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ პროექტის მხარდაჭერისათვის და მადლობა თქვენ მაყურებლებს. იმედია გამოგვიწერთ და თქვენი აქტიურობა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და უფრო მეტად სტიმულის მომცემი იქნება. შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში, ნახვამდის.